დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დამთავრდა. მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით მთავრობის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ 256,000 ლარს დაახლოებით იგივე თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაემატა, რამაც ჯამში 9 მილიონ ლარს გადააჭარბა. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით სამუშაოების დასრულება ზაფხულის ბოლოსთვისაა ნავარაუდები. დედოფლისწყაროში სოფლის პროგრამის კრებები უკვე დასრულდა, 15-ვე სოფელში გაიმართა ეს შეხვედრები და შეგვიძლია გარკვეულწილად რეზუმირება მოვახდინოთ. 256,000 ლარი არის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი. ადგილობრივი ბიუჯეტი წელს გვაძლევს საშუალებას, რომ მინიმუმ 1 მაგდენი დაგვემატებინა და შესაბამისად 9 მილიონზე ოდნავ მეტი თანხით 15 სოფელში ჩვენ მოსახლეობის ძალიან აქტიური ჩართულობით გამოვავინეთ პრიორიტეტები და სოფლის პროგრამის თავარი ხიბლი სწორედ ის არის, რომ ერთობლივად ხდება და მოსახლეობიდან წამოსული იდეების განხორციელება ხდება და ეს არაჩვეულებრივი საშუალება არის, რომ უფრო მეტად აქტიურად ვიყოთ კონტაქტში, კომუნიკაციაში ჩვენს მოსახლეობასთან, ჩვენს ამომრჩეველთან, არა მხოლოდ ამ კრებებზე და სოფლის პროგრამისთვის გათვალისწინებული პრიორიტეტების გამოვლენა მოხდეს, არამედ ზოგადად მოსახლეობის ჩვენი ამომრჩევლების სურვილების გაგება და ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება იმისთვის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით ან თუნდაც რეგფონდში მომავალში განსახორციელებელი პროექტებიც ამ შეხვედრებზე იბადება ხოლმე. ძალიან აქტიური შეხვედრები გაიმართა მიუხედავად საკმაოდ ისეთი მკაცრი ამინდისა, სიცივისა და თოვლისა, მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული, გამოიკეთა სხვადასხვა პრიორიტეტები, ესე იგი ძირითადი მიმართულება მაინც არის ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა, სადაც არ არის ან არსებულ ატრაქციონებზე დამატება ატრაქციონებისა, სპორტულ მოედნებზე სავარჯიშო მოწყობილობების დამატება, სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა, სადაც არსებობს და უკვე მოძველდა და ასევე ორ სოფელში არის ჩვენ მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარეგანათება ყველგან გაკეთებული გვაქვს და ორ სოფელში უბანიც არა, აინა რაღაცა ტერიტორიის ნაწილი გამორჩენილი, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობდა და ეხლა უკვე დაბრუნდნენ იმ ადგილებში გარეგანათების წერტილების დამატება, სასაფლაოების შემოღობა გამოიკვეთა პრიორიტეტებად, წყაროების მოპირკეთება და კეთილმოწყობა და ისეთი პატარა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის, რამე თუ ისინი ყოველდღიურად შეხებაში არიან ამ საკითხთან და თუნდაც ის ერთი პატარა უბანი, რომელიც ჩაბრუნებული იყო და ჩაბრუნებული აღარ იქნება, დამეთანხმებით, რომ იქ მაცხოვრებლებისთვის ძალიან კარგი და ხელშესახები გაუმჯობესება არის, ან იგივე წყაროს ტერიტორიის კეთილმოწყობა, ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული ყოველდღიურად თქვათ მშობლიურ წყაროსთან მიდის, იმ ტერიტორიის კეთილმოწყობა, განამაზება და უსაფრთხოდ გახდობა იმისთვის, რომ თქვათ არ დასველდება ზამთარში, არ გაიყინება ადამიანის ფეხი, არ აუცურდება და ასე შემდეგ, ძალიან კარგი არის ჩვენი მოსახლეობისთვის. როგორც გითხარით, ყველა შეხვედრა უკვე დამთავრებულია, ეხლა უკვე ინფრასტრუქტურის სამსახური მუშაობს იმისთვის, რომ ეს გამოკვეთილი იდეები და გამოკვეთილი პროექტები, რომელიც მოსახლეობამ დავალების სახით მოგცა, ასე ვთქვათ, უკვე სისრულეში მოიყვანოს, შესაბამისი დოკუმენტაცია მოამზადოს, რომ ჩვენ შევძლებთ პროექტების შეძენა უკვე და შემდეგ პროექტები რომ გამზადდება უკვე უშუალოდ სამუშაოების განხორციელება და ჩვენ სხვათა შორის შარშან საქართველოს მასშტაბით პირველებმა დავამთავრეთ სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები და წელსაც გვაქვს ამის დიდი სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ და შესაბამისად რაც შეიძლება მალე დავამთავროთ და ეს პრიორიტეტები 15 სოფელში გამოიკვეთა 26 პრიორიტეტი. მე ვფიქრობ, რომ ზაფხულის ბოლომდე უკვე სამუშაოები დასრულებული იქნება მთელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით.